გამარჯობა ვიდეო რგულის პატივცემულო მაყურებელო. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ბინარული ოპციონებით ვაჭრობის სტრატეგიას, ძალიან საინტერესო სტრატეგიას, რომელიც შევქმენი ძველი და კარგად დავიწყებული სტრატეგიის საფუძველზე, რომელსაც ერქვა Binaro Channel. ეს იყო მისი შაბლონი, რომლის ღრმა მოდიფიცირებაც გავაკეთე, დავამატე კიდე ერთი ინდიკატორი. გაჩვენებთ ინდიკატორების ჩამონათვალ სიას. თვითონ ეს საწყისი ვარიანტი, ანუ დონორი ჩემი სტრატეგიისთვის Binaro Channel-ი მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ ორ ინდიკატორს. პირველი იყო ხაზოვანი რეგრესია და მეორე უილიამსის პროცენტული სხვაობა. მას დავამატე ორი ინდიკატორი, სუპერსიგნალების არხი და პრომო. გაჩვენებთ ახლა რომელი რას წარმოადგენს. მოკლედ, ხაზოვანი რეგრესია ინდიკატორი, რომელსაც ურეგულირდება პარამეტრები. გრაფიკზე ხაზავს სამ ხაზს, რომელთაგან ორი წითელი ხაზი წარმოადგენს ფასის არხის წინაღობისა და ხარდაჭერის ხაზებს, ხოლო მესამე ყვითელი მათ შორის იკავებს საშუალო მდებარეობას. ფასის არხი აიგება როგორც ტრენდის ხაზები, ანუ ხარდაჭერა, ტრენდული და წინაღობა ტრენდული. მეორე ინდიკატორი, რომელიც მე დავამატე და როგორც ხედავთ, ეს ფასის არხი, რომელსაც ხაზოვანი რეგრესია აგებს, ესეც შუა ხაზით წარმოადგენს საკმაოდ გამოკვეთილ ლოკალურ დონეებზე გამავალ ხაზს. მოკლედ სამივე ეს ხაზი არის ირიბი მიმართულების და თავისი მიმართულებით გვიჩვენებენ ფასის საერთო მიმართულებას, ანუ უფრო მაღალ time frame-ზე ტრენდის მიმართულებას. თუმცა ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა გარდა ასეთი ირიბი ტრენდული მიმართულების ხაზებისა, საინტერესო იქნებოდა გრაფიკს ერთდროულად ქონოდა ჰორიზონტალური წინაღობა მხარდაჭერის ხაზებიც, იმისთვის რომ გარკვეულ წერტილებში, მათი გადაკვეთის წერტილებში მოგვეხდინა შეფასება, შედარება ერთმანეთისა, თუ ტრეიდერები, ბაზარზე არსებული ტრეიდერები კონკრეტულად რომელ წინაღობა მხარდაჭერის ხაზებს ხედავენ და რატომ, ანუ ბაზარი რომელ მხარდაჭერის ხაზს აღიქვავს როგორც წინაღობას, რომელს როგორც მხარდაჭერას და რატომ ამის მექანიზმში გასარკვევად ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ორივე, ანუ როგორც ტრენდული, ისე ლოკალური ჰორიზონტალური დონეების ერთდროული არსებობა გრაფიკზე. ამიტომაც გამახსენდა, რომ არსებობს ასეთი ინდიკატორი, რომელიც რამდენჯერმე გამომიყენებია სხვა სტრატეგიებშიც და ამ ინდიკატორს ქვია სუპერსიგნალების არხი და ინდიკატორი ამ არხს აგებს ადგილობრივი ლოკალური დონეების მაქსიმუმების და მინიმუმების გამოყენებით, ანუ მათზე დაყრდნობით. შესაბამისად, მართალია მისი სიზუსტე არც თუ ისე დიდია და გადაწერს, როგორც ხედავთ,
მაგალითად აქ გააკეთა პატარა ლოკალური დონე, ბაზარმა ეს არ დაინახა, შემდეგ ნახტომისებურად ახალი, კიდე ახალი, არც ეს დაინახა, ახალი და როგორც იქნა ეს დონე ბაზარმა შეამჩნია და მოხდა აქედან არეგულა ფასის. თუმცა ყველა ეს გადაწერილი ბრჭყალებში დონე რეალურად არსებულია, ეს არ არის რაღაც ინდიკატორის ფორმულებიდან მოტანილი ან მცდარი ან რაღაც და ამას გაჩვენებთახლავე, თუ აქ გავავლებთ წითელ ჰორიზონტალურ ხაზს და გავყვებით ისტორიაზე, ნახავთ რომ ბაზარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისტორიულად ამ ხაზს ხედავდა, მაგალითად აქ და ასე შემდეგ. ანუ ეს გადაწერა ხდება მხოლოდ ბაზრის მიმდინარე დინამიკის არასტაბილურობის ბრჭყალებში გამო და არა ინდიკატორის პრობლემის გამო. ბაზარი ხედავს ზოგიერთ სამ ჰორიზონტალურ დონეს, მაგრამ არა ყველას. ისევე როგორც ბაზარი ხედავს ზოგიერთ ამ ტრენდულ ხაზს, ტრენდული ხაზების გავლის შეიძლებოდა აქაც ამ დონეებზეც და ასე შემდეგ. ანუ გაცილებით უფრო ვიწრო, ლოკალური და უფრო გლობალური. ეს ჩვენი წინაღობა მხარდაჭერის ხაზები, როგორც ტრენდული, ანუ ირიბი მიმართულების, რომელიც მიყვება ფასის საერთო მიმართულებას და ლოკალური ჰორიზონტალური დონეები. ყველაფერი ეს ერთად აგვაქვს, გარდა ამისა ეს სუპერსიგნალების ინდიკატორი, არხის ინდიკატორი იძლევა აღნიშნული დონეებიდან არეკულის დაფიქსირებისთანავე იძლევა ისრით შესაბამის სიგნალს და გამოაქვს ხმოვანი სიგნალიც. გაჩვენებთ მის შიგნეულობას, ასე რომ ვთქვათ. ფერები შეგიძლია აერჩიოთ, სისქე შეგიძლია აერჩიოთ, ისრების და ტაიმფრეიმები, რომელზეც იქნება გამოსახული. ანუ სამწუხაროდ ის არის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა მკაფიოდ დაფიქსირდება არეგულა, ანუ მაგალითად ეს წითელი ის არის მოვიდოდა ამ სანთლის თითქმის დასრულებისას, რაც დაგვიანებულად მიმაჩნია, ამიტომ მთლად ამ ისრებზე არ ვახდენ მე გათვლას ბაზარზე შესვლისას, ანუ ამ სანთლის სადღაც შუაში უკვე მე თავისუფლად შემეძლო შესულიყავი, ისევე როგორც ამ სანთლის სადღაც შუაში შემეძლო თავისუფლად შესულიყავი, თუ დადასტურდებოდა ფილტრის სახით გამოყენებული ინდიკატორითაც. და ინდიკატორი როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფილტრის სახით. ანუ შესვლის სიგნალი არის შემდეგ, აქ მაგალითად ძალიან ძლიერი შესვლის სიგნალი იყო, სადაც გადაიკვეთა ჰორიზონტალური ლოკალური წინაღობა და ირიბი, ანუ ტრენდული წინაღობა და ამ გადაკვეთის წერტილიდან აირეკლა ფასი. ეს საკმაოდ ძლიერი სიგნალია შესასვლელად ბაზარზე შესასვლელად. ამასთან ხედავთ, რომ ფილტრის სახით გამოყენებული ინდიკატორმა მიაღწია თავის აპოგეას, ავიდა ძალიან მაღლა მის სასიგნალო, ანუ 20-იანი ხაზის ზემოთ და დაიწყო მოbrunება. შესაბამისად, როგორც კი ეს მომდევნო წითელი ან დაღმავალი სანთელი გაიხსნა და სადღაც ალბათ 1 წუთი ან წუთნახევარი გავიდა, უკვე საკმარისი იყო ეს დრო იმისთვის, რომ მიმიღო გადაწყვეტილება ბაზარზე შესულიყავი. ბაზარში შევდივარ სადღაც 3-4 სანთლით M5-ზე ვიყენებთ სტრატეგიას ტაიმფრეიმზე და შესაბამისად 20-25 წუთი 15-დან 25 წუთამდე შუალედი არის ჩვენი სამუშაო ექსპირაციის დრო და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტული წვილი კონკრეტულ მომენტში რამდენად ცვალებადია, რამდენად ვოლატილურია და ასე შემდეგ. ანუ დიაპაზონი
ფასის მოძრაობისა, როგორია, რამდენად მკვეთრია მოძრაობები, რამდენად ღრმა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გამოცდილებით მოდის და უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად თითოეული სიტუაციისთვის. იაპონური ენა, სადაც არის წყვილებში, მოგეხსენებათ, რომ ეს წყვილები საკმაოდ სტაბილური ტრენდული მოძრაობებით გამოირჩევიან ხოლმე, ამიტომაც ასეთი ლოკალურ დონეებიდან არეკვლებზე დაფუძნებული სტრატეგიებით ვაჭრობისას იმ წყვილებით, სადაც იაპონური ენი აუცილებლად უნდა გავფილტროთ ტრენდის საპირისპირო მოძრაობები, აუცილებლად. სხვა შემთხვევაში დიდია მცდარი სიგნალებით ბაზარზე შესვლის ალბათობა. ანუ კაფეოდ ხედავთ, რომ ტრენდი მიმართულია ზემოთ, თანაც საკმაოდ ძლიერია ეს ტრენდული მოძრაობა. ფასი იწყება ჩვენი გრაფიკის მარცხენა ქვედა კუთხიდან, მიემართება მარჯვენა ზედა კუთხისკენ, სუფთა დიაგონალურად მიემართება. გარდა ამისა, ხაზოვანი რეგრესიის ინდიკატორით აგებული ფასის არხიც მკვეთრად დიაგონალურია და მიემართება ზემოთ. ანუ ამ გრაფიკზე შეხედვისას იდიოტიც კი მიხვდება, რომ ტრენდული მოძრაობა საკმაოდ ძლიერია და მიმართულია ზემოთ, ანუ ფასი იზრდება ავსტრალიური დოლარი იენთან მიმართებაში ძვირდება. შესაბამისად, აქ არის ორი ვარიანტი, ან ავსტრალიური დოლარი ძლიერდება და ამის გადამოწმება სხვა წყვილებზე შეიძლება, ან რაც უფრო სავარაუდოა, იაპონური იენი იაფდება ამ დროის ამ კონკრეტულ პერიოდში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყენებთ სავაჭროდ მხოლოდ იმ სიგნალებს, რომლებიც ჩვენ გვაძლევენ მიმართულებას ზემოთ. და ეს სიგნალები გვაქვს აქ. ეს ახალი შაბლონი აქ როგორც ჩანს არ დამიმატებია, ეთყობა ვერ მოვასწარი. შესაბამისად დავიტანოთ შაბლონი. თან შაბლონის დატანასაც დაინახავთ. ანუ template channel-ში ორი მეთოდით შეიძლება მონიშნოთ შაბლონი და გახსნათ. ასე შეიძლება დაემატოს. ან template channel-ში როგორც კი გადავდივართ, სულ ქვემოთ გვაქვს ბოლოს გამოყენებული ან ხშირად გამოყენებული შაბლონების ჩამონათვალი. აქ ჩვენ სახელის მიხედვით პოულობთ შაბლონს, მასზე ერთი დაწყაბებით იხსნება შაბლონი და აი გამოჩნდა განსხვავებული ფერის ისარი. ეს განსხვავებული ფერის ისარი არის სიგნალი, რომელსაც იძლევა კიდევ ერთი ინდიკატორი, რომელიც ამ შაბლონში გვაქვს, ქვია პრომო. ესეც რამდენიმე ინდიკატორის გაერთიანებაზეა აგებული. სავარაუდოდ რუსული წარმომავლობის ინდიკატორია. და როგორც მე შევაფასე, საკმაოდ კარგად მუშაობს ძირითადად. თუმცა იძლევა იშვიათ სიგნალებს და ესაჭიროება ფილტრაცია აუცილებლად ამ სიგნალებს. აქ მაგალითად სიგნალი მცდარი იყო. თუმცა მე არ ვახდენ გათვლას ბაზარზე შესვლისას პრომოს სიგნალებზე, უბრალოდ მათ ვიყენებ დამატებითი დადასტურებისთვის. ანუ მივიღეთ ეს სიგნალი, ველოდებით რომ ფასი უნდა აირეკლოს ლოკალური დონიდან. ველოდებით და მოხდა ის ჩვენი აქამდე განხილული ძლიერი სიგნალი, ანუ ორი ჰორიზონტალური და აირები მიმართულების წინაღობის ხაზების გადაკვეთიდან აირეკლა ფასი, სადღაც ამ დონეზე მოვიდა წითელი ისარი სიგნალი, დადასტურება გვაქვს ფილტრის მხრიდან და 4-5 სანთლის დიაპაზონით შევდივართ ბაზარზე, გვაქვს საკმაოდ კაფეო მოგება. იგივე შეიძლება გვეთქვა აქაც, დაახლოებით იგივე მომენტია აქაც და ასე შემდეგ. ანუ ინდიკატორები კარგად მუშაობენ, რეალურ დროშიც მიუხედავად იმისა, რომ ინდიკატორების ნაწილი გადაწერს,
თუ მივაჩვევთ თვალს და მივაჩვევთ გონებას ყველა ინდიკატორის ერთდროულ შეფასებას და შესაბამის ინფორმაციის გამოტანას, ჩვენ გათვლას გავაკეთებთ არა ინდიკატორებზე, როგორც შეცდომით ტრეიდერების დიდი ნაწილი აკეთებს, არამედ ჩვენ ინდიკატორებს გამოვიყენებთ როგორც ინფორმაციის წყაროს იმისთვის, რომ დავინახოთ და ჩავწვდეთ ბაზარზე ფასის მოძრაობის რეალურ მიზეზებს და რეალურ მიმართულებებს, მექანიზმს, თუ რა ხდება ბაზარზე, როგორ მოძრაობს ფასი, რატომ მოძრაობს ისე როგორც მოძრაობს და სავარაუდოდ საით გაგრძელდება მოძრაობა. შესაბამისად, მთელ ამ ხროვას ინდიკატორებისას, რომელიც შაბლონით არის გაერთიანებული და ჩვენ სტრატეგიას უწოდებთ, ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც ინფორმაციის წყაროს, დამატებითი ინფორმაციის წყაროს და მეტი არაფერი. კარგი. პრინციპი სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა. ექსპირაციაზე ვისაუბრეთ, time frames ხედავთ, რომ M5-ს ვიყენებთ, ინდიკატორების ერთდროული შეფასების ფორმებზეც ვისაუბრეთ. დანარჩენი ყველაფერი ინტუიციურად გასაგებია, რაც შეეხება ფულის მართვის პრინციპებს, იმის გამო, რომ ინდიკატორების დიდი ნაწილი მთლად ზუსტი არ არის და მათი ერთად შეფასებაა საჭირო, სანამ შესაბამის გამოცდილებას შევიძენთ ამ სტრატეგიით ვაჭრობისას. არ არის რეკომენდებული გამოვიყენოთ ერთი ოფციონის შესაძენად მთლიანი დეპოზიტი სადღაც 0.7%-ზე მეტი, მაქსიმუმ 1% ისიც იმ შემთხვევაში თუ დეპოზიტი არ არის ძალიან დიდი, რადგანაც რისკავთ ფულით. მას შემდეგ რაც ინდიკატორების მექანიკას კარგად გაიგებთ, ჩახვდებით, მიაჩვევთ გონებას, მის მუშაობას და თქვენი ეფექტურობაც ამ სტრატეგიის გამოყენებით გაიზრდება, ამაღლდება, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ სადღაც 3%-მდე ერთი ოფციონის, დეპოზიტის 3%-მდე ერთი ოფციონის ღირებულება. ამასთან გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი ბროკერები, ისეთი ბროკერების პლატფორმებზე ივაჭროთ, რომლებიც გაძლევენ ოფციონის ვადამდელი დახურვის საშუალებას, რაც დამატებითი კომფორტია ხანგრძლივ ვადიანი ოფციონებით ვაჭრობისას. კარგით, გისურვებთ წარმატებებს, კარგად გრძანდებოდეთ.